რაც შეეხება გუშინ გუშინ გაჟღერებულ იდეებს, როგორც იცით, ჩვენ 2 თვის განმავლობაში ვაპირებთ ვიმუშაოთ სხვადასხვა მიმართულებით კანონმდებლობაზე, რომელიც მიზანიც არის საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარეთ შარევის შეზღუდვა, რომელიც როგორც ხედავთ არის გამოწვევა მთლიან მსოფლიოსთვის. ის სკანდალური მხილებები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარების არაჯეროვნად გამოყენებასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა არის ჩვენთვის სიგნალი იმისა, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩავხედოთ ჩვენს კანონმდებლობას და ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დემოკრატიამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა გარეთ შარევებისგან. ჩვენ ვნახეთ მხილებები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა გავლენების, საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში, ამისთვის ისინი იყენებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს ადგილზე, რომლებიც მათ შორის ფუძდებოდა ზუსტად ამ მიზნით, რომ მომსახურებოდა საგარეო ინტერესების გატარებას, არაკომერციული ორგანიზაციები იქნება ეს თუ მედია საშუალებები მათ შორის და მათ შორის ნახეთ, რომ ზოგიერთი ასე ვთქვათ საერთაშორისო ცნობილი მედია საშუალებაც კი აღმოჩნდა, რომ ყოფილა დაფინანსებული სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრებიდან და აქედანაც ირკვევა, რომ მაგალითად პოლიტიკო ან სხვა გამოცემა, რომლებიც მიკერძოებულად აშუქებდნენ ამა თუ იმ მოვლენებს და ჰქონდათ პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი, ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების ხარდასაჭერად თუ სხვა ლიდერების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამიტომ ეს ამ სკანდალურმა მხილებებმა, რა თქმა უნდა, გვიბიძგა, რომ ამაზე უფრო მეტი ვიფიქროთ ერთი და აქედან გამომდინარე, ჩვენ შემდეგი 2 თვის განმავლობაში ამ იდეებზე ვიმუშავებთ, დავაინიცირებთ კანონპროექტებს უახლოეს პერიოდში და გვექნება ამის საჯარო განხილვა. როგორც იცით, ეხება რამდენიმე საკითხს. პირველი, რაც შეეხება ფარას. თქვენ ნახეთ, რომ ბევრი შეეცადნენ, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით შეექმნათ რაღაც ბუნდოვანი გარემო, მათ შორის თარგმანში დაეკარგათ უცხოელები იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ გამჭვირვალობის იდეის. ამიტომაც ჩვენ ვამბობთ, აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატები, არავის არ ეპარება ეჭვი, რომ მისი მოწყობა, კანონმდებლობა და სისტემა შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს, აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა ფარასთან დაკავშირებით, ავიღებთ სიტყვა სიტყვით, გადმოვიტანთ საქართველოში. თუ კი რაიმე კითხვა გაქვთ კანონთან დაკავშირებით, მიმართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს ამერიკაში და ასე შემდეგ. სიტყვა სიტყვით გადმოვიღებთ იმას, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. და გვექნება ამაზე და შესაბამისად, თუ კი რაიმე არსებობს კითხვები, კიდევ ერთხელ შეუძლია ყველას მიმართოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მთავარი რაც მოხდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, მათ შორის შეგახსენებთ, რომ ამერიკული ფონდების დაფინანსებით მოხდა პირდაპირ ააჯანყეს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციები იმისთვის, რომ მოეხდინათ დისკრედიტაცია კანონისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ბევრი მსჯელობის დროსაც, მათ შორის უცხოელებთან თუ შიდა დისკუსიების დროს, ჩვენ ისიც ხო ვნახეთ, არავის წაკითხულიც კი არ ქონდა გამჭვირვალობის კანონი. გახსოვთ, ესეც რაღაც მოარული კითხვა ქონდა თუ რაღაც მუდმივი კითხვა, წაიკითხეთ, წაკითხული გაქვთ თუ არა კანონი და ვარკვევდით, რომ ხალხი, რომელიც ამას აპროტესტებდა, წაკითხულიც კი არ ქონდა. იმიტომ შეუქმნეს განწყობა კანონის წინააღმდეგ. როცა უცხოელებთან საუბრობდით, იქაც ხედავდით, რომ სინამდვილეში არ ესმოდათ რა ეწერა კანონში და ის შეფუთვა, რომელიც მაშინ მათ შორის ამერიკის ყოფილმა ელჩმა და შეგახსენებთ, რომ მან უწოდა პირველმა რუსული კანონი ამ კანონს და რუსეთიდან ინსპირირებული, ის იყო ამ კანონის ამგვარი ბრენდინგის ავტორი და მას აყვა შემდეგ იმავე ბიუჯეტებიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, ამითი დისკრედიტირებას ცდილობდნენ და აზიანდნენ ამ კანონს. ამიტომ ყოველგვარი შინაარსობრივი საკითხები მოიხსნას და ახსნა განმარტებები იყოს საჭირო, აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატები,
აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატების ფარა, რომლითაც სხვათა შორის ჩვენც ყველას სარგებლობთ, ხო ნახეთ რომ რამდენი კარგი ინფორმაცია, საჭირო ინფორმაცია ვიღებთ ამ რეესტრიდან, რომ არა ფარა ხო ვერ გავიგებდით რომ ფორმულას დამფუძნებ, ფორმულას გეტყვით, გეტყვით. სწორედ ფარა რომ არ ყოფილიყო, ვერ გავიგებდით რომ თქვენი მესაკუთრე კეზერაშვილი და თქვენი ტელევიზია აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ ლობისტებს იმისთვის რომ სააკაშვილი დაეხსნათ თუ ასე შემდეგ და აღმოჩნდა რომ ფორმულას ჰქონდა ლობისტური ხელშეკრულებები დადებული და ბევრი რომ არ ყოფილიყო ფარა ვერ გავიგებდით რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები თურმე ამერიკაში იწერება მათი ნაციონალ მოძრაობის მფარველების და ლობისტების მხრიდან და ასე შემდეგ. ამიტომ აგერ ამერიკა, აგერ ფარა გამართულად მუშაობს, სასარგებლო რესურსი არის, გადმოვიღებთ ერთი ერთში. რაც შეეხება სხვაობას, ჩახედეთ ერთ კანონსაც, მეორე კანონსაც, განსხვავება იპოვეთ თქვენ თვითონ. რა განსხვავება არის თქვენ თვითონ იპოვეთ. ჩვენ ვამბობთ ერთმანეთს. ჩვენ ვიღებთ ამერიკულ ფარას თარგმნით და ვიღებთ როგორც არის. არა, უყურეთ, ჩვენ მაშინ შეგახსენებთ მაშინ, თუ კი თქვათ მეხსიერება გღალატობთ, ჩვენ ორი პროექტი ქონდა დაინიცირებული, რომელსაც განვიხილავდით. ერთი იყო ფარას თარგმანი ანალოგია, მეორე იყო საქართველოს რეალობას მორგებული კანონი, რომელიც თავისთავად მსგავსი, მაგრამ არა ასლი. აი, ჩახედეთ და იპოვეთ. ჩახედეთ და იპოვეთ. ამერიკის, აიგერ არის ამერიკა, აგერ არის ამერიკა, აგერ არის ფარა. კაცრია თუ მსუბუქია თქვენ თვითონ გაარკვიეთ. ჩვენ ვიღებთ ამერიკულ კანონს თარგმნით და ვიღებთ საქართველოში. არაფერი სხვაობა არ იქნება. ყველა რაიმე კითხვა თუ არსებობს ამ კანონთან დაკავშირებით თუ არსებობს, კითხეთ, მიმართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბატონო, მივყვევი მაშინ მეორე. მეორე რაც შეეხება მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ესეც არის გამოწვევა, რომელიც მათ შორის ნახეთ აი ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, რომ თურმე ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით თანხები იხარჯებოდა ორგანიზაციებში, მედია საშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, საკუთარი გავლენა ამა თუ იმ ქვეყანაში თუ საერთაშორისო მედიის დონეზე. და აქაც ნახეთ ხილებები თუ როგორ იჯდა ასე ვთქვათ დაფინანსებაზე ესა თუ ის მედია იმისთვის რომ ზუსტად ის პროპაგანდა გაეტარებინა რომელიც დაფინანსებელს სურდა. ერთი, მეორე, ჩვენ საუბრობთ fake news-ებზე, როგორც თავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში, fake news-ების თუ რა დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ქონდეს fake news-ებს, ამას საქართველოშიც ხედავთ ხშირად და ამას სხვაებიც ხედავენ. ეს ასე რომ fake news-ებთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც რა თქმა უნდა ვებრძოლოთ fake news-ებს. ამიტომ აქაც ჩვენ არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ საერთოდ. ბრიტანული სტანდარტი, რომელიც მიღებული არის მათ შორის მედიასთან დაკავშირებით, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. რამე კითხვები არის ამ სტანდარტთან, მიმართეთ დიდ ბრიტანეთს, ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ, ან თუ კი რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მის საელჩო. არა, უყურეთ, კი ბატონო, დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებით. ასე რომ არანაირი კავშირი fake news-ებთან ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან ამ ხრივ არ აქვს. დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებით. სტანდარტი პრინციპი უყურეთ პროცედურები უპირველეს ყოვლისა, ვინაიდან სტანდარტებს სინამდვილეში დადგენაც არ ჭირდება. საღი აზრი გვეუბნება, რომ არ უნდა მოიტყუო, საღი აზრი გვეუბნება, რომ ინფორმაცია უნდა გადაამოწმო, ეს საღი აზრის დონეზეც კი გასაგებია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საღი აზრი ამას გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა სახის ეთიკის კოდექსები, ამის დაცვა არ ხდება. რატომ? იმიტომ არ არსებობს პროცედურები ამის ეფექტიანი დაცვისა.
დღევანდელი კანონმდებლობით იცით რომ არსებობს გარკვეული მექანიზმები თავად მედიაში რომელიც უნდა იყოს შექმნილი რომელიც არაეფექტიანი არის ამიტომ პროცედურები აქვს მთავარი რომ მოქალაქეს შეეძლოს თუ კი არის ცელდება რაღაც fake news-ი მასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ გქონდეს მოქალაქის შესაძლებლობა რომ სიმართლე იქნას დადგენილი და მათ შორის მედია ორგანიზაციებიც პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ მიერ ბატონო თუ არსებობს მაშინ რატომ არის რომ დეზინფორმაციის პროცედურები რომელიც პროცედურები ის ზუსტად იგივე რაც არის ბრიტანეთში არაფერი ახალი აქ არ იქნება ერთი რომ ჩვენ დღევანდელი კანონმდებლობით თუ რეგულაციებით რაც გვაქვს ერთი არის საკანონმდებლო ბაზა რომელიც არის საკმაოდ წირი და ჩარჩოში ჩასმული არის შემდეგ გამრცობილი სხვადასხვა შეიძლება თავად მედიის საშუალებით შიდა ეთიკური სტანდარტებით ან ცალკეული ჟურნალისტური გაერთიანების ეთიკური სტანდარტებით, მაგრამ ეს ხედავთ რომ არის არაეფექტიანი თვითრეგულაციის ნაწილი აქ არის არაეფექტიანი და შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს პროცედურები, რომელიც ეს არ იქნება მინდობილი თავად მედიაზე, რომელიც თავად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ შემდეგ თავად იყოს ამ დეზინფორმაციის აღმკვეთი, არამედ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება რომ თავი დაიცვან fake news-ისგან. ზუსტად ისე იქნება როგორც ბრიტანეთში. ჩახედეთ ბრიტანეთს და ნახეთ. აქ სიმკაცრეზე და სირბილეზე კი არის საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ მიღწეული იყოს მიზანი, რომელიც საზოგადოებას აქვს დასახული. ფიქრობ თქვენი მიზანიც ეს უნდა იყოს, როგორც მოქალაქის, არ ვიცი, როგორც ფორმულას წარმომადგენელი შეიძლება ეს მიზანი არ ქონდეს, მაგრამ როგორც მოქალაქის მიზანი ეს უნდა იყოს, რომ საზოგადოება იყოს სათანადოდ ინფორმირებული და არ იყოს დეზინფორმირებული. ერთად და რომ არ იყოს დეზინფორმირებული. რა მეთოდიც არის, რა პროცედურაც და მეთოდიც არის ამისთვის ყველაზე ეფექტიანი, ზუსტად ის იქნება შემოღებული და კერძოდ ბრიტანული სტანდარტი არის ამ მხრივ დროში გამოცდილიც და ზუსტად ეს იქნება უფრო ეფექტიანი, რომ დეზინფორმაციამ კი არ წალეკოს საზოგადოების ტვინები, ასე თქვა და მოხდეს მათი დაბნევა და ასე თქვა მოტყუება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, არამედ მიიღონ ინფორმაცია. საზოგადოებას აქვს უფლება იყოს ინფორმირებული და აქვს უფლება რომ არ იყოს დეზინფორმირებული. აი ამის უზრუნველყოფას მოახდენს ეს კანონმდებლობა. მოდი ამის ჩავყვები გუშინდელი ინიციატივას ჩავყვები და მივალ მანდაც მივალ. შეზღუდვები მათ შორის. ჩვენ ნახეთ მათ შორის ამერიკაში ამ სკანდალური მხილებები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ბოლო დღეებში აქტიურად ახდენს, ვნახეთ რომ ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო სახსრები მიემართებოდა ამა თუ იმ მედია ორგანიზაციაში იმისთვის, რომ გაეტარებინა ამ ორგანიზაციას იმ წინა ადმინისტრაციის თუ ცალკეული მისი ინსტიტუციებისთვის საჭირო ნარატივი. ანუ ეს იყო ჩვეულებრივად ფული მიმართული პროპაგანდისთვის, რათა ის გაეტარებინა ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურის გავლენა სხვა ქვეყანაში თუ საერთაშორისო დონეზე. მათ შორის ნახეთ საერთაშორისო გამოცემები, რომლებიც ინტენსიურად და ძალიან უხვად ფინანსდებოდა საბიუჯეტო სახსრებით, იმისთვის რომ ისინი ყოფილიყვნენ ლოიალური არა მისი მკითხველის მიმართ, არა მისი საზოგადოების მიმართ, არამედ მისი დამფინანსებელი ქვეყნის თუ ორგანიზაციის მიმართ. ამიტომ ეს არის გამოწვევა, რომელზეც ჩვენ სხვადასხვა საუბრობთ, მაგრამ გვანახა პირდაპირ ეხლა ნახეთ ინვოისები გვანახეს პირდაპირ ამერიკელებმა, ისაც ჩვენ საუბრობთ, ინვოისები როგორ ერიცხებოდა ფული სხვადასხვა მედია საშუალებებს იმისთვის, რომ მათი გავლენა, დამფინანსებლის გავლენა გატარებულიყო ამ მედია საშუალებით და ის მედია საშუალება მომსახურებულიყო არა სიმართლეს, არა საზოგადოებას და არამედ მომსახურებოდა თავის დამფინანსებას. უცხო ყველაფერი თავარი იდეა არის ასე.
თავარი იდეა არის ის, რომ უცხოური ფული ჩვენ ხედავთ ამერიკის მაგალითზეც, თუმცა ამას ხედავთ საქართველოს მაგალითზეც, სხვა შორის ეს მაგალითიც არსებობს. უცხოური, აი მაგალითად, მაგალითად მოგიყვანთ 2020-21 წლებში ნედი აფინანსებდა ტევ პირველის ჟურნალისტების ხელფასებს. ეს ინფორმაცია რაღაც მომენტში გასაჯაროვდა და შემდეგ ნედმა დამალა ეს საერთოდ წაშალეს და ბაზები არ ქონდათ, ამაზე მე სხვა დროსაც მისაუბრია. დიდი ხანი ვითხოვდი მე რომ გაესაჯაროვდნენ თავის დაფინანსებები და მალავენ ამ დაფინანსებას და სხვათა შორის ეხლა უკვე ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ნედი არის თაღლითური ორგანიზაცია და მალავს თავის დაფინანსებას. აი ნედი ტევ პირველს 20-21 წლებში საარჩევნო პერიოდში აფინანსებდა ჟურნალისტების ხელფასებს და ეს ის პერიოდია შეგახსენებთ, როდესაც ტევ პირველი მათ შორის იყო მოწინავე დეზინფორმაციის გავრცელებაში. ეს არის პერიოდი, როდესაც 21 წელს შაქარაშვილი და ბაჩელეშვილის საქმე არის, რომელიც გამოიგონეს ტევ პირველის სახეებმა, ჟურნალისტებმა, რომლებიც ასე ვთქვათ, ტევ პირველის სახეები არიან, გამოიტათ ფორმულა მათ შორის, გამოიგონეს ისტორია, ყალბი, თითქოს იყო მკვლელობის რაღაც ასპექტები, რომელიც დაფარული იყო, ერთ შემთხვევაში მკვლელობის და მეორე შემთხვევაში თვითმკვლელობის, ნუ აღარ გავიხსენებ ამ შემთხვევებს, მაგრამ გამოიგონეს ჩვეულებრივი ყალბი ამბავი ხაზარაძის და კეზერაშვილის ტელევიზიებმა და რამდენიმე თვე წინა საარჩევნო ტვინს ურეცხავდნენ ამომრჩეველს. და ამას აფინანსებდა ნედი ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტით ფინანსდებოდა ეს ყველაფერი. აი ეს აჩვენებს ზუსტად, რომ რა თქმა უნდა რისკი არის, როდესაც უცხო ორგანიზაციები აფინანსებენ ამა თუ მედიას, ვინაიდან ხედავთ, რომ ამ შემთხვევაში ეს მედიები ატარებენ მისი დამფინანსების ასე ვთქვათ ინტერესებს, გავლენას, ემსახურებიან არა სიმართლეს, არა საზოგადოების ინფორმირებას, არამედ ემსახურებიან საკუთარ დამფინანსებას. რაც შეეხება ევროკავშირს და ბრიუსელიდან მიღებულ დაფინანსებას, აქაც მილიონ მაგალითს მოგიყვანთ. მათ შორის ჯილდოებს გასცემენ, ამასთან დაკავშირებით სხვა დროსაც მისაუბრია ჩვეულებრივ დეზინფორმაციულ ასე ვთქვათ სიუჟეტზე, საპრიზო ადგილებზე როგორ ხდება ესა თუ სულ ახალახან თქვენ შეიძლება ხდებათ კიდევაც რომ ბრიუსელის ადგილობრივი წარმომადგენლობა ევროკავშირის საელჩო კონკურს ატარებს ჟურნალისტებისთვის და საპრიზო ადგილზე არის გასული ერთ-ერთი სიუჟეტი, რომელიც სათაურში თვალსაჩინო ფორმულა ტევ პირველი არის, მე მგონი ტევ პირველი, რომელიც სათაურშივე არის ქართული ოცნების ასე ვთქვათ წინასაარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით არის მოკლედ სიუჟეტი და რუსული მარში უწოდეს. ნუ ეხლა ესეც რაღაცას რომ ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობა ამას მაკეთებს, რომ ასეთ ჟურნალისტს, ასეთ სიუჟეტს საპრიზო კონკურსში შედის, მაგრამ საპრიზო ადგილზე რომ გაუშვეს ადამიანს, რომელიც პირდაპირ დეზინფორმაციის სათაურშივე არის ჩადებული დეზინფორმაცია ტყუილი და პროპაგანდა, პირდაპირ სათაურშივე არის პროპაგანდისტული მესიჯი ჩადებული, ესეც აჩვენებს საერთო ჯამში ეს კითხო ამ თემაზე თუ სხვა თემაზე მოდი რახან ტევ პირველზე ვკითხავ. ხო იცი ყველას გიპასუხებთ მაინც რა ის ბაჩალეშვილი იცით რა არის ეს ორი ტრაგიკული შემთხვევა იყო და თქვენ არც კი გახსოვთ. მოდი გადაახვიეთ, გაიხსენეთ ჯერ ხო და უყურეთ თქვენ ეს რო არ გახსოვთ. აი ესეც კი უბედურება არის. არა, არ გახსოვთ უბედურება არა იმდენად ის რომ არ გახსოვთ. უყურეთ, არა იმდენად შეიძლება ის რომ რაღაც უბედური შემთხვევა მოხდა, მაგრამ ის რომ თქვენი ტელევიზია რას ეკეთებდა ამასთან დაკავშირებით გადაახვიეთ და ნახავთ თემა საზოგადოებას გახსოვთ. როგორ ტყუილი მოიფიქრა თქვენმა ტელევიზიამ თითქოს შაქარაშვილის საქმეზე, რომელიც იყო მკვლელობის საქმე გახსოვთ, ახალგაზრდა ბიჭის, თითქოს იქ იყო რაღაც კი დამატებით
მოქმედი პირები, რომელსაც ხელსაფარები და გამოძიება ასე შემდეგ და სახელი გვარები აღარ მინდა ხეს გაიხსენო, მაგრამ გაიხსენეთ ეს სიუჟეტი, ტყუილი. არა, ყველაფერი იყო ტყუილი. მათ შორის მეცაც გეტყვის. თავარის ერთ-ერთი წამყვანი ქალბატონი გვარი. ხო, არა, რამიშვილ კი ბატონო. დიახ, ეს დამტკიც საქმეც იმაშია დამტკიცდა რომ ტყუილი იყო. იმიტომ იტყუებოდით. უყურეთ, მოვლენის გაშუქება და ტყუილის მოფიქრება არანაირი საერთო არაფერი, ყველაფერი იყო. აი, დამისვით და გიპასუხეთ. გეტყვით. კიდევ ერთხელ იყო აბსოლუტური ტყუილი, მათ შორის ჟურნალისტები ამბობენ იმასაც, რომ ოჯახი შეიძლებაო არ მიყვესო სიმართლეს, მაგრამ ჩვენ მაინც მიყვებითო. ანუ ოჯახზე მეტად ჩვენ გვადარდებს ეს სიტუაციაო და მეორე შემთხვევა კიდე ბაჩალიშვილის საქმე, აღარ მინდა დეტალები გავიხსენო, მათ შორის გაუფრთხილდე მისი ოჯახის ემოციებს. ტყუილი იყო ორივე, გაიხსენე. მე ეს ხომად აი და არ მისმენთ ეთქვა გეტყვით მონაწილეობის მიღებაზე არ არის გეტყვით პირველი მასე ისიც ვიცით რომ დროას აფინანსებდნენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ევროპის დემოკრატიის ფონდი მაგრამ ვიცით იმიტომ რომ არა მაგრამ საიდან ვიცით იმიტომ ისიც ხო გამომჭირვალეა მაგრამ ვიცით იმიტომ რომ ელენე ხოშტარიამ შემთხვევით პოსტი დაწერა და იქიდან გავიგეთო თურმე მისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მის კამპანიას აფინანსებდა ევროპის დემოკრატიის ფონდი ფარულად ევროკავშირის ბიუჯეტიდან რომელიც დღემდე არ ასაჯებია რაც შეეხება ნეტს 2020 წლის ჩათვლით მათ ჰქონდათ საკუთარი პროექტები ასე ვთქვათ ბაზა გაკეთებული რომელიც შემდეგ დახურეს ჯერ დახურეს და საერთოდ გააქრეს და მე მათ ხელმძღვანელობასთანაც ჰქონდა არაერთი შეხვედრა მქონდა თბილისში რომ იმყოფებოდნენ მათ შორის ჰქონდა არაერთი შეხვედრა როდესაც საუბრობდი რომ იქნებ გაასაჯაროოთ იყოს საჯარო თქვენს მიერ დაფინანსებული პროექტები მეუბნებოდი რომ კი როგორ არა საჯარო არის მეუბნები არ არის თქო კიო ვებგვერდზე არის აი ვაჩვენებდი ვებგვერდზე 2020-ის შემდეგ აღარ არის განახლებული საერთოდ კარგით მოგაწვდითო მეუბნებოდი შევთანხმდებოდი ჩემი კაბინეტი უკავშირდებოდა შემდეგ მათ დაბრუნდებოდი ვაშინგტონში მიდიოდა გადამისამართება ერთგან მეორეგან მესამე და ბოლოს ჩაიკავებოდა და აი ესეთი უპატივცემულო აგდებული დამოკიდებულება ქონდა შეუძლია ქართულ ხალხის მიმართ და ბოლოს პასუხს დაგავხსენე მე სამსაკითხს ხედავ თუ არ მეშვიდობ არის 2020-ში USA-ი დააშავა და კალბინის გამოცდილებაში იყო ჩართული ხო ნახეთ ხო დავიწყე ხო არ გავჩერდი აი დღეს ხო ნახეთ რომ როგორი მართალი აღმოჩნდა მეც და ფრიად ქართული ოცნება როგორი მართალი აღმოჩნდა USA-თან დაკავშირებით და ეხლა თავად ადმინისტრაცია მოიხსენებს მათ როგორც გააუქმეთ შედის ვებგვერდი აღარ არსებობს ერთი ფრონტ პეიჯი და დარჩა და შეგახსენებთ სულ რაღაც 15 თვის წინ 2023 წლის ოქტომბერში ამერიკის როცა კანვასის სკანდალი გახდა ამერიკის საელჩო განცხადებს დღესაც დებს მათ Facebook გვერდზე 2023 წლის ოქტომბერში რომ USAID კარგი ორგანიზაცია კანვასი კარგ საქმეს აკეთებს დღეს ხო თავად ამერიკის საელჩოს ხელმძღვანელობა საგარეო მინისტრია სახელმწიფო მდივანი თავად ამბობს თუ რას აშევებდა USAID ასე რომ მას შემდეგ რაც მივყევი ნედს თქო რისი თქმა მინდა შემდეგ საერთოდ წაშალეს ვებგვერდიდან წაშალეს ამ პროექტების სია შედით და ვერ ნახავთ ამ სიას რაც შეეხება მეორეს გეტყვით არა კონკურს რაც შეეხება კონკურს არა
რაჭევა კონკურს ეს შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლობის კონკურსს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მე მგონი ყოველ შემთხვევაში ინფორმაციები ხდება ხოლმე და ნახე რომ ერთ-ერთ საპრიზო ადგილზე მოხვედრილია სიუჟეტი, არ ვიცი რომელი ტელევიზია, უბრალოდ ვერ ვიხსენებ და თუ არ ვცდები ტევე პირველი არის, მაგრამ ნუ არ ვიცი, ამიტომ არ ვიტყვი. სიუჟეტი, რომელიც ეხება ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიას, შეკრებებს, რომელიც ჩვენ გქონდა და სიუჟეტის სათაურშივე მოხსენიებული არის ეს თავყურები, როგორც რუსული მარში. ეხა 1,100,000 ადამიანს ამას რო აკადრებს ჟურნალისტი და შემდეგ ამ სიუჟეტს ევროკავშირის წარმომადგენლობა რო გაიყვანს რაღაც საპრიზო ადგილზე, ეხა ეს რა არის თუ არა დაცინვა ქართველი ხალხის დაცინვა 1,100,000 ადამიანის, რა არის ეს თუ არა პროპაგანდა. ანუ თავად არა მე მაგ კონკურსის არა სხვა რამე აქვს საუბრობ იმაზე. დიახ, ნედის ხელფასებს იღებდით. ორი სხვადასხვა თემა. ჩაგიგდებთ. 65,000 $65,000 გერიცხებოდათ ნედისგან ტევე პირველი ჟურნალისტების ხელფასებისთვის. ესეც კი არ მითითებული დანიშნულებაში. ბატონო არა, საქმე იმაშია, რომ საქმე იმაშია. მე არ ვიცი, მედიის არ ვიცი, მოგორეთ, უპირველეს ყოვლისა, მედიის გარდა ტელევიზიებისა, სხვა მედიის დაფინანსება გამომჭვირვალეა, როგორც იცით. მათ შორის გამჭვირვალების კანონიდან გამომდინარე, თუ კი მათ ექნებოდა თუ სხვა დაფინანსება, უნდა დარეგისტრირებული იყო. ახლა არ დარეგისტრირებული, ეთყობა არ აქვს.